გუშინ დავდე ვიდეო, სადაც ვამბობდი, რომ კონსტიტუციური მონარქიის თემაზე მოკლედ ჩემი აზრს ვაფიქსირებდი და რაღაცა ნებათა ღელვა გამოიწვია მოკლედ მაგ ვიდეომ ხოდა. მოდით გამოვიყენებ დღევანდელ გადაცემას, რომ რაღაცები ავხსნა. პირველი, მე მანდ რაც ვილაპარაკე და რაც საუბარი მექნება, ეგ არის ჩემი პირადი პოზიცია, ეგ არ არის პარტიის რაღაცა შეჯამებული ხაზი და ასე შემდეგ. ხო, ეგ არის კონკრეტულად ზურა მახარაძის შეხედულება მაგ თემაზე, ეგ ერთი. ერთი ეტარას. ეტარას, ხო. რუსეთუმეობრივი ხაზით გავაგრძელოთ, ხო? კი. ეხა შინაარსი რა არის მანდ და ზოგადად მოკლე ვიდეოში ხა 4 წუთიან ვიდეოში ბევრ რაღაცას ვერ ჩატევ და რეალურად რა შეიცვალა გეტყვი რა, იმიტომ რომ შენ კი იცი რომ მე მაგ თემაზე სხვანაირი შეხედულება მქონდა კაი ხანი. ანუ მაგალითად მაგ ვიდეოს კომენტარებში ნაწილი იწონებს, ნაწილი ამბობს რომ რა მეფე და არის რაღაცა კონტრარგუმენტები. საქმე ის არის რომ ყველა ის კონტრარგუმენტი პრინციპში რაც დასახელდა, ყველა ეგ კონტრარგუმენტი იყო ის, რასაც მე თვითონ ვიყენებდი მაგ თემაზე აზრის დასაფიქსირებლად, როცა ვამბობდი რომ რა საკონსტიტუციო მონარქია რა. ანუ რა კონტრარგუმენტებია მოდი ჩამოვთვლი, რომ ერთი ну, ყველაზე ბანალური რა ბატონყმობა აღდგება თუ რაღაცა, ну, რავი რა შუაშია, საკონსტიტუციო მონარქია არის ფორმა, სადაც კონკრეტულად სამეფო ოჯახს ეხება. დანარჩენი არ ვიცი, ხე იმას თუ გონიათ რომ რაღაცა თარხანმოურავი შოლტით გცემთ, ეგ საკონსტიტუციო მონარქია არ არის. შენ რა ხუმრობ თარხანმოურავზე? ყველა დიდგვაროვანი სისხლი აქვს მაგაც, თვითონ რასაც ყვები ხარ. გავიგე, მაგრამ ნახე, მანდ არის ერთი მომენტი რა. ბოლოს რო გაიყვის რო ტახტი მაგას ეხოთ. არ ვიცი. შეიძლება მე საერთოდ მაგ თემაში არ შევდივარ, ვის ეკუთვნის ტახტი. ეგ საერთოდ სხვა თემა არის, ჯერ პრინციპის დონეზე არის გასარკვევი, საერთოდ გვინდა თუ არ გვინდა და სხვათა შორის ერთ-ერთი თემა ეგეც იყო, მაგას დასახელებდნენ, მაგრამ მაგ თემის გაბანძება, მარგინალიზაცია ვისაც უნდა, ის რა თქმა უნდა აყენებს, რომ აი ახლა რაღაცა ბატონყმობის დაბრუნება გინდა. თუმცა ყველა ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც თემა ოდნავ მაინც ესმის, სინამდვილეში ხვდება, რომ ხა საკონსტიტუციო მონარქია, რომ ბატონყმობის დაბრუნება არ არის გასაგები. და არის რა ძირითადი არგუმენტები მოდი ჩამოვთვლი, რომ ну, ერთი არის ბანალური, რომ ეხა ეგენი ინახე, რატომ უნდა დამატებითი ტვირთი რატომ დავიღოთ და მეორე არის, რომ აი რაღაც უღირსი, ცუდი, რაღაცა შტერი, მეფე რო აღმოჩნდეს, მე რა ვქნა ცხოვრების ბოლომდე ეხა მაგას ელოდე. და რა არის აი ყველა ეგ არგუმენტი არის არგუმენტი, რომელსაც მე თვითონ ვიყენებდი მაგ თემის ფარგლებში და რატო შემეცვალა მაგაზე პოზიცია, მოდი ახლა მაგის ახსნას ვეცდები, პატივცემულო მაყურებლებო, იმის მიუხედავად აი ახლა მაგ აზრში დამეთანხმებით თუ არა, მე მგონი თქვენთვის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ არის მან ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზეც მე მგონი ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ნახეთ, მე რაღაცა მომენტში დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამ საკონსტიტუციო მონარქიის თემას როგორ განვიხილავდი, იცი, აი რაღაცა აბსტრაქტულ ვაკუუმში რო წარმოიდგინო, როგორ იქნება კარგი. და ანუ მოაგვარებს ეგ ამ პრობლემას იქნება ეს რაღაცა უნივერსალური ყველაზე კარგი პასუხი და მაგ პოზიციიდან რამეს რო აფასებ ძალიან მარტივი არის, რომ ჩამოთვალო, რომ ამიტომ არ იქნება ეგ კარგი. ოღონდ აი რაღაც მომენტში რო დავფიქრდი და არანაირ ვირტუალურ ვაკუუმში არ ვცხოვრობ და რა ლოგიკურმა ჯაჭვამ მივიყვანა, ეხლა ვეცდები, რომ აი ეგ ჩემ ტვინში რაც მოხდა, ეხლა მაგისი რეკონსტრუქცია გავაკეთო გადაცემაში. ნახეთ, სინამდვილეში საკონსტიტუციო მონარქიის დამყარების შემთხვევაში მოხდება რა? აი ახლა პრეზიდენტი რო ყავს, მაგის ფუნქციები გადადის ამ საკონსტიტუციო მონარქიის ფარგლებში მონარქზე. მორჩა. და მე დავიწყე ფიქრი, რომ კაი, აი მაგ ლოგიკით, რომ აი მეფე რო არ გამოდგეს. მოდი ახლა შევხედავ
ეხლა რა სიტუაცია გვაქვს, ვინ ყავდა და ვინ გამოდგა. და გავყევი. ეხლა ყავს უდიპლომო ფეხბურთელი, რომლის საჯარო გამოსვლებზეც ლეგენდები დადის. მანამდე ყავდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ათწლეულებს საქართველოს ცხოვრობდა და ქართული ვერ ისწავლა. მანამდე პრეზიდენტად ყავდა თვითგამოცხადებული ფილოსოფოსი პლანაკეში. მანამდე პრეზიდენტად ყავდა მანიაკი, რომელსაც თავისივე ძალა ძლივს ატორმუზებდა, აჩერებდა მიშაზე მაგსაუბ. მანამდე ყავდა შევარდნაძე. ანუ ადამიანი ჩათლახი რო წარმოიდგინო, ხო? მანამდე იყო ზვიად გამსახურდია, რომელმაც სულ 6 თვე დაყო და შეიძლება ეროვნული მოძრაობის ლიდერის ფორმატში მნიშვნელოვანი შედეგები დადო, როგორც ადამიანმა, რომელის დამსახურებაც არის საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მაგრამ პრეზიდენტობის ფარგლებში სულ 6 თვე იყო ხელისუფლებაში და ვერ მოახერხა ერთ-ერთი მთავარი ამოცანის გადაჭრა ძალოვანი სტრუქტურების ხელში აღება და მაგიტომაც დაამხეს. და მთელი ჩვენი გამოცდილება თავდება მაგის იქით მორჩა უკვე. აი რაც ჩამოთვალე, ეგ ამაქვს გამოცდილება პრეზიდენტების. და მან იწყებ ანალიზს, რომ ბიჭო, არ გამოდგეს პრინციპით რატო ვაფასებ მაგ მომენტს იმ სისტემის ფარგლებში როცა ვცხოვრობ, რომელშიც არაფერი არ გამოდგა. ანუ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. და მან რჩება ერთადერთი არგუმენტი, რომ მეფე მაინც მთელი ცხოვრება უნდა იყოს და ეგება აი ერთ პრეზიდენტში, მეორეში, მესამეში, მეოთხეში, მეხუთეში არაფერში არ გაგვიმართლა, ეგება გავარტყათ რა. ოღონდ მაგასაც მოეხაზა. იმიტომ რომ საქართველოს დღეს პრეზიდენტის არჩევნებიც აღარ ტარდება. პრეზიდენტს აწირჩევს პარლამენტი. ანუ ერთადერთი არგუმენტი ლოგიკური, რომელიც იყო დარჩენილი, რომ ეგება ამ 4 წელიწადში ერთხელ არჩევნების ფარგლებში ერთხელ უეჭველი კუში ვიცი პრინციპით გავარტყათ. ეგება კაი პრეზიდენტი ავირჩიოთ, მაგ თემასაც მოეხაზა, იმიტომ რომ პრეზიდენტს აღარ ვირჩევთ. ანუ, რა ვიცი, როგორც მეფეს არ ირჩევ, ეგრე აღარ ირჩევ პრეზიდენტს. ვინც არის მმართველი პარტია, ის უბრალოდ დაგისვავს. ამითი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი ხა სხვა შეიძლება სხვა შეხედულება გქონდეს და თქვას, რომ ხო და ეგ ცუდია და ეგრე არ უნდა იყოს და რაღაცა, მესმის, მაგრამ მდგომარეობა გვაქვს ეგეთი. არა აბსტრაქტული რაღაცა, კაი უნდა ვაკეთოთ, ცუდი არ უნდა ვაკეთოთ ტიპის ზეციურ საქართველოში, აი ეხლა რეალურ საქართველოში, პრაქტიკულ საქართველოში. ეგეთი სიტუაცია გვაქვს რა. და მაქიდან მე გავყევი ეგეთ ლოგიკას. ეგ ვიდეოშიც ავხსენი რა. ქართული პოლიტიკური სისტემის უბედურება არის ერთი რამე. ვერასდროს მართველ პარტიას ოპოზიცია ვერ აბალანსებს. შევარდნაძის დროს იყო და რასაც უნდოდა მოქალაქეთა კავშირი ყველაფერს აკეთებდა, სანამ არ დაამხეს. მიშას დროს რასაც უნდა იმას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა, ვერაფერს ვერ აბალანსებდა ოპოზიცია, სანამ მიშა არ ჩამოაგდეთ. ეხლა ოცნების დროს რასაც უნდა იმას აკეთებს ქართული ოცნება, ვერაფერი ვერ ბალანსდება და სულ რო ხვალე ქართული ოცნება ვიღაცამ დაამხოს, მერე ვინც მოვა, იქაც ზუსტად იგივე იქნება. ანუ არაფერი არ შეიცვლება, რაც გვაჩვენა ქართულმა გამოცდილებამ, პრაქტიკამ რაც გვაჩვენა, ხელისუფლების დაბალანსების ამოცანა ვერ იჭრება. და აი მაგ რეალობაში არა აბსტრაქტულ წარმოსახვით, არამედ აი რეალურ პრაქტიკულ საქართველოს რო უყურებ, რაღაცა ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში კონსტიტუციური მონარქია, რომელიც დაგვიჯდება ზუსტად იგივე რაც პრეზიდენტი გვიჯდება, ანუ ახლა მაგათ აჭამე ტიპის არგუმენტზე ეგ მაქვს, რომ რავი, აი პრეზიდენტზე მაგალითად წელიწადში ჩვენ ხარჯავთ 10 მილიონ ლარს. მოდი აი პრეზიდენტი აღარ გვეყოლება, მონარქზე დავხარჯოთ ეგ 10 მილიონი ლარი და მორჩა, რავი, აი ჩემთვის, შენთვის და ყველასთვის არაფერი არ იცვლება. ბიუჯეტის კუთხით მან განსხვავება არაფერი არ არის. და არის რაღაცა სუბიექტი, რომელსაც შეწყალების უფლება მაგას გადაეცა და
კრიზისი რო არის საკონსტიტუციო, შეუძლია დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. მაგალითად, სიტუაცია რო წარმოიდგინო, რომ ჩაატარა არჩევნები ხელისუფლებამ და ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ გაყავდა. და არავინ არ შედის პარლამენტში. მაშინ მეფეს შეუძლია გამოაცხადოს ხელახალი არჩევნები. კიდე რო ჩატარდება, კიდე ისევ თუ შედეგი ვერ დადო ოპოზიციამ, მე შეუძლია ამ მონარქს უთხრას ოპოზიციას, რომ რავი კაცო, აგერ მეორე მცდელობაზეც ვერაფერი შედეგი ვერ დადეთ, ეხლა კეთილინებეთ, შედით შემდეგ არჩევნებს აღარ დავნიშნა. ანუ მას ხელში უჩნდება ბერკეტი, რომლითაც ქართული პოლიტიკური რეალობა, რომელიც არის სულ გადატრიალების დღის წესრიგში, აი ყველა მთავრობა არის ერთპიროვნულად ყველაფერს ვაკონტროლებ და ოპოზიციას უარი დავამხოთ რეჟიმში. აი მაგიდან რომ გადავიდეს ეს ყველაფერი პოლიტიკურ პროცესში, მაგის დამაბალანსებლად რო გაჩნდეს ინსტიტუტი, რომელიც არ არის მიბმული რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე, ჩემი აზრით ეგ საკმაოდ რაციონალური რამეა. ანუ მე მაგ იდეასთან მივედი არა რაღაცა იდეალისტური პროცესით, როგორც წესი მონარქიის თემაზე ეგრე მიდიან ხოლმე. ოპა, აი კინაღამ ეს მოგვივიდა. სანდრო მოკლავს. ანუ ხო, მაგასთან მივედი არა რაღაც იდეალისტური პროცესით. არამედ აბსოლუტურად საპირისპირო, ჩემი აზრით ყველაზე კარგი არგუმენტი მაგ თემაზე ზუსტად ეს რაღაცა ცივი პრაგმატული მომენტია. აი, მოდი ესე დავაყენოთ საკითხი. ხო. ერთია ის არ ვიცი იდეა თუ აზრი, რომელიც შენ გაგიჩნდა, მეორეა როგორ შეიძლება გესახებოდეს ადამიანს მონარქიის აღდგენა ქვეყანაში, თუნდაც კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა ქვეყანაში. პირველი კითხვა რაც ჩნდება, პირველი მეც გკითხე და მე ვთვლი, რომ მაგ კითხვას არათუ არსებობის უფლება აქვს, არამედ პირიქით. ეგ განაპირობებს შემდეგ თვითონ საკითხისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას ან არასერიოზულ დამოკიდებულებას. არსებული ფიგურანტებიდან გამომდინარე, ვინც ბაგრატიონთა შტოს წარმოადგენს. რანაირად შეიძლება ჩვენ მივიდეთ იმ საერთო აზრამდე, რომ ბაგრატიონთა დინასტია უნდა დაუბრუნდეს რაღაცა მართვის სადავებს, ამ შემთხვევაში უნდა გახდეს ისევ მეფე. ნახე, უმეტესობის პოზიცია კომენტარებშიც სინამდვილეში ეგ არის, რომ რომელ ბაგრატიონზეა საუბარი. მაგაზე კონკრეტული პასუხი ჩემი არის, რომ არ ვიცი. ანუ გულწრფელად კონკრეტული პასუხი მაგაზე არის, რომ შენ თუ ეხა მეკითხები, რომ აი ამას უჭერ მხარს, ამას უჭერ თუ ეგეთი მომენტი არ მაქვს მე. ჯერ ერთი მეფის კანდიდატურასთან მიმართებაში ცალსახად მანდ იქნება გადაწყვეტილება დიდ წილად რა საპატრიარქოს და პატრიარქის გადაწყვეტილება იქნება. ობიექტურად ეგრე არის რა, ანუ მე არ მგონია რომ მან რაღაცა ესეთი მომენტი იქნება რა, რაღაცა ერთი ბანაკი ერთ ბაგრატიონს უჭერს ხას მეორეს და რაღაცა ჩემი აზრით თუ როდეს მე ეგ მოხდება პერსპექტივაში რო ვილაპარაკოთ, ეგ მოხდება ეგრე რომ საპატრიარქოს მხრიდან თუ მოხდება, ანუ ეგ იყო ილია მეორის მიერ დაწყებული ამბავი, არაერთხელ უთქვამს, რომ თulis რომ საქართველოში საკონსტიტუციო მონარქია საჭიროა და თუ ვინმე მაგას გააგრძელებს, ეგ რა თქმა უნდა საპატრიარქო იქნება პირველ რიგში. და ვისაც ის გადაწყვეტავს, სინამდვილეში მაგ მიმართულებით იქნება. ამიტომ მე როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ ხა, ეს არ უნდა ჩათვალოთ ჩემ მხრიდან ვიღაცის წინასაარჩევნო კამპანიად. ეგ არის ჩემი შეხედულების ცვლილება, აი ხო არის რომ პოლიტიკოსებს მაგალითად ეგეთი კითხვებს ხშირად უშუალო, რომ აი პოზიცია როდის შეგიცვლია, ხო? ეს არის მომენტი, როცა აი მაგალითად მე ვხსნი რატომ და რა ლოგიკით შევიცვალე რაღაც თემაზე პოზიცია, თორე რა ვიცი ახლა ზურა მახარაძემ ეს თქვა და ხვალე მოხდა, ეგ როს მოცემულობა არ არის, ფაქტია, მაგრამ
რახან მე ეს პოზიცია შევიცვალე სუბიექტურად მე კონკრეტულად აწი ვეცდები რომ აი როგორც დაუშვათ საპატრიარქო როგორც მთელი რიგი ადამიანები ამ მიმართულებით თავის აზრს აფიქსირებენ ну აწი მეც დავაფიქსირებ აზრს რომ ეგ პროცესი კარგი მგონია და რატომ მგონია ეგ ავხსენი თორე კონკრეტულად რომელი ბაგრატიონი უნდა იყოს ჩემი აზრით ეგ არის უკვე შემდეგი საკითხი საერთოდ პრინციპულად ეს თემა თუ რაღაცა დონეზე გადააწყდება მე პატრიარქის გადასაწყვეტი იქნება ეგ სიამოვნებაში. კარგი, კიდევ ერთი საკითხი არის თუ მონარქი არ გამოდგა. ნუ პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრეზიდენტთან კიდევ ფუფუნება არსებობს, რომ შეიძლება გადაირჩიო. როგორ? ნუ 4 წელიწადში გადაირჩიო რა. როგორ? ჩვეულებრივად ხარ დაუჭერს ადამიანი მხარს და გადაირჩიო. აღარა გაქვს არჩევანი. ნუ იყო აქამდე ყოველ შემთხვევაში, ხა მარტო პარტიას ექვემდებარება. აღარა გაქვს არჩევანი. პრეზიდენტს არჩევანი აღარა. აქამდე სანამ საპრეზიდენტო. აქამდე ბევრი რაღაცა იყო. ეხლა ამ მომენტში საქართველოს კანონმდებლობით შენ ზუსტად ისევე აღარ ირჩევ პრეზიდენტს, როგორც არ ირჩევ მეფეს. ანუ მართველი პარტია ვინც არის, ვინც მოჯდა იქ. ხო, აი მართლ პარტიას გადაირჩევ. ნუ აი მართლ პარტიას ვიღაც ხო აი ხო. ეხლა შენ თვითონაც ხო ეცები მაინც რო გადაირჩევ. ახლა მართლ პარტიას ვიღაცა თუ დაამხობს, მერე ის დაჯდება მანდ და ის დაგინიშნავს ამას. ანუ ჩემი სათქმელი რა არის იცი? აი ეგ არგუმენტი რომ მეფე იქნება სულ ხო ჟღერს რომ ეგ არის მთავარი ნეგატიური არგუმენტი მეფის მიმართულებით. ჩემი აზრით ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვნად პოზიტიური არგუმენტი ეგ არის. ანუ სუბიექტი რომელიც ხვალე სხვა პოლიტიკური პარტია რომ მოვიდეს ის მაინც არ გამოიცვლება არის მეტად აქვს რაღაცა პოტენციალი რომ ბოლომდე იმისი კონტროლქვეშ ყოფი სუბიექტი არ იყოს და მაგაზე არის ძალიან კაი არგუმენტი სხვათა შორის რა ბოლომდე ხა რაც უნდა თქვა იმასაც რა თქმა უნდა არ უშველა მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი თავის დროზე ამბობდა რომ მოსამართლეები უნდა ავირჩიოთ მაგალითად სიცოცხლის ბოლომდე და რო ეკითხებოდი რომ აი რატო უნდა ავირჩიოთ სიცოცხლის ბოლომდე მანდ იყო ეგეთი ლოგიკა რომ მოსამართლე თუ ელოდება რომ შეიძლება 2-3 წელიწადში სამსახურიდან გააგდონ ის უფრო მარტივად არის გავლენის ქვეშ მოქცევადი ვიდრე მოსამართლე რომელმაც იცის რომ ხელისუფლების მისდამი კეთილგანწყობის მიუხედავად ცხოვრების ბოლომდე თუ ეს სტატუსი აქვს არა თვითონ არ გადადგება ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ ეგ არაფრის დაზღვევა არ არის და მეც კარგად ვიცი რომ საქართველოში სასამართლო სისტემა რა დღეშიც არის მაგრამ იმაზე რომ აი ეგ ფაქტორი ავტონომიურობის ხარისხს ზდის მე მგონი ყველა თანხმდება და ზუსტად ეგეთივე ლოგიკა არის მაგაშიც რა ხო, მან კიდე ის არგუმენტიც იყო, გადახედეთ საქართველოს ისტორიას, სულ ისე ჩამოსათვლელი კარგი მეფე ყავდა დანარჩენი ერთმანეთს უარესები არიან. მე პრეზიდენტების ისტორიას გადავხედე, აგერ თქვენს მოგასმენიეთ და ეგ არ არის არგუმენტი, რომლითაც ეგ თემა პრავდება. ანუ ჩვენ ყავდა ცუდი მეფეებიც, ისე რა მეფეებიც და კარგი მეფეებიც და პრეზიდენტებთან მიმართებაში ხა რა რეტროსპექტივას გავაკეთეთ. დიდად ეგ არგუმენტი ეგ არგუმენტი მე მგონი ჩემი ლოგიკის სასარგებლოდ უფრო მუშაობს ვიდრე სხვისი ლოგიკის არ ვიცი. მოკლედ, ყოველ შემთხვევაში ეგ არის ჩემი ასე ვთქვათ ჩემი პოზიციის ცვლილება როგორ მოხდა, რა ლოგიკით მივედი აქამდე. ვეცადე რომ თქვენთვის ამეხსნა. იმედია რომ ეგ თქვენთვის საინტერესო იყო. ვინც დამეთანხმეთ და ვინც არ დამეთანხმეთ ორივე ფლანგისთვის. ეხლა მოდი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეგ არის ჩემი პირად სუბიექტური აზრი, ეგ არ არის პარტიის ოფიციალური პოზიცია.